Სწორედ 16 წლის მოზარდის უფლებადამცველით, რომელიც პირველებთან ყვება იმას, რომ მის დაცვის ქვეშ ყოფს აღენიშნება დაზიანებები ყელისა და ხელის არეშე და თავად უფლებადამცველი ამტკიცებს იმას, რომ 16 წლის მოზარდს სამართალდამცველებმა დაზიანებები მაშინ მიაყენეს, როდესაც ის გუშინ გვიან ღამით გლდანი ნაძალადევის მიმდებარე ტერიტორიაზე შემოწმების მიზნით გააჩერეს, თუმცა მოზარდმა სამართალდამცველებს თხოვა, რომ მხოლოდ კანონიერი წარმომადგენლის ნებართვის საფუძველზე ხდარიყო მისი ზედაპირული დათვალიერება და მობილური ტელეფონის გამბლოკვა, რის შემდეგაც სამართალდამცველები გაღიზიანდნენ და როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს 16 წლის მოზარდს. ეს ვიდეო კადრები, რომელიც ახლა საქმის მასალებში დევს და რომლის საფუძველზეც არის დაკავებული ერთ-ერთი პოლიციის მაღალჩინოსანი, თავად 16 წლის მოზარდმა გადაიღო, მას შემდეგ რაც მან დატოვა პოლიციის განყოფილება, მიმართა შესაბამის უწყებებს, პოლიციელების სავარაუდო უფლებამოსილების გადამეტების ფაქტთან დაკავშირებით, რის შემდეგაც ძალოვანი უწყების თანამშრომლებმა ერთი პოლიციელი დააკავეს, რომელიც ახლა დროებითი მოთავსების იზოლატორში ბრალის ოფიციალურ წარდგენას ელოდება. თუმცა უფლებადამცველი მოზარდის ამტკიცებს იმას, რომ ამ დაკავების ოპერაციაში სხვა პოლიციელებიც ფიგურირებდნენ, თუმცა ჯერჯერობით, როგორც ჩანს, მხოლოდ და მხოლოდ ერთი პირის იდენტიფიცირება მოახერხა საგამოძიებო უწყებამ. უფლებადამცველი ამბობს, რომ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ძალადობასთან, თუმცა ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში საგამოძიებო უწყებას ამ კონკრეტულ ფაქტზე მოკვლევა სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებით აქვს დაწყებული. უფლებადამცველი ითხოვს, რომ გადაკვალიფიცირდეს მუხლი, რადგან დაზიანებები, რომელიც 16 წლის მოზარდს აღენიშნება, სამედიცინო დოკუმენტითაც დასტურდება. დააკავეს ერთი პირი, თუმცა გამოძიება დაიწყო 333 მუხლის მესამე ნაწილი. ლადობა არის აღნიშნული და ღირსების შელახვა. რა თქმა უნდა, ეს მუხლები მოაშორა საერთოდ პროკურატურამ ამ პირს და გადაუკვალიფიცირა პირველ ნაწილზე. ანუ სად გაქრა ძალადობა ბავშვის მიმართ, სად გაქრა პირადი ღირსების შელახვა და სად გაქრა მუქარა, ხო? ანუ ფაქტიურად ორ ნაწილში და პლუს ერთ მუხლში არაფერი არ აქვს წარდგენილი ამ პირს, ხო? ის მუხლი, რომელთაც უნდა დაისაჯონ ეს პირები, არის მესამე ნაწილი, რომელიც იჯდება 5 და 8 წლამდე. ახლა რაც წარუდგინეს მას არის 3 წლამდე. ვთილობენ, რომ მხოლოდ ერთ პირს შეახოცონ მთელი დანაშაული, აქ მონაწილეობდა 5-მდე პირი. ბავშვი არის ძალადობის ხვეპლი, ბავშვს აქვს ესკორაციები, როგორც კისრის არეში, ასევე ორივე კიდურის, ხელების კიდურის არეში. ადგილზე იყო სასწრაფო გამოძახებული და აღნიშნული დაზიანებები არის დაფიქსირებული. ფსიქოლოგიურად ძალიან მძიმედ არის, რადგან ეშინია ფაქტიურად სკოლაში წასulis, გარეთ გამოსვლას, ასე შემდეგ. ჩვენ მოვითხოვეთ პროკურატურისგან, რომ დაცვის სპეციალური ღონისძიება გამოიყენებიათ ბავშვის მიმართ, თუმცა ამ დრომდე არ არსებობს არანაირი დაცვის ღონისძიება. მხოლოდ ერთი პოლიციელის დაკავება და ესე წარმოჩენა ბავშვის, როგორც წარმოაჩინეს, თითქოს ნარკოტიკების დამდები იყო ეს ბავშვი თუ რა ამღები თუ რაღაც ეგეთი მსგავსი რა და თითქოს მარტო შეურაცხყოფა იყო ბავშვის მიმართ. ეს არის სრული სიცრუე პირები არიან თავისუფლები. ამიტომ ტელევიზიასთან მინდა ვთქვა ის, რომ თუ მათი უფლებები რომელნაირად დაირღვევა, ეს იქნება პირდაპირ პასუხისმგებელი იქნება პროკურატურა და პირდაპირ პასუხისმგებელი იქნება შინაგან საქმეთა სამინისტრო. ვიდეო მასალის დეტალურად დათვალიერების შემდეგ დგინდება, რომ არასრულწლოვნის დაკავების ოპერაციაში რამდენიმე პოლიციელი მონაწილეობს. ამ ვიდეო მასალაში ისმის მათი სახელები და გვარები. დაკავების მომენტში სამართალდამცველები არასრულწლოვანს აცნობენ საკუთარ თავს, თუმცა ჯერჯერობით მხოლოდ ერთი პოლიციელია დაკავებული, რომელსაც საგამოძიებო უწყება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება. იმ შემთხვევაში, თუ დანარჩენი პოლიციელები ნამდვილად არ ძალადობდნენ არასრულწლოვანზე დაკავების მომენტში, საქმე გვაქვს სამსახურეობრივ უგრილობასთან და დანაშაულის შეუტყობინებლობასთან. შესაბამისად, ის პოლიციელები, რომლებიც ამ საქმეში მონაწილეობენ, შესაბამის პასუხისგებაში უნდა იყვნენ მიცემულები. დღეს ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიმყოფებოდით იმ პოლიციის განყოფილებაში, რომლის თანამშრომლებმაც სკოლის მოსწავლეზე, როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე ფიზიკურად იძალადეს. ისინი ჩვენთან საუბარში არ განმარტავენ თუ რა მოხდა რეალურად, მაშინ, როდესაც სკოლის მოსწავლე სამართალდამცველებმა დააკავეს, თუმცა ამბობენ მხოლოდ იმას, რომ არანაირი ძალადობის ფაქტებს მათ სამმართველოში ადგილი არ ქონია. Ჩვენი განყოფილების უფროსის მოადგილე ლუკა ხურცილავა, რომ 16 წლის მოზარდზე ძალადობდა. თქვენ უყურებდით ამ კადრებს? არ გინახავთ? ბატონო პოლიციელები, გვიხარით. 16 წლის მოზარდზე რო იძალადა განყოფილების უფროსის მოადგილე. თქვენ რა რეაქცია ჰქონდათ ამაზე? თქვენს განყოფილებას არ შეიძლება ეხა შემოსვა და გადი. თქვენ ის შეიძლება 16 წლის მოზარდზე რო ძალადობდნენ, ეს შეიძლება რო ცემდით ბავშვს. პოლიციის განყოფილება რო დაკეტილია, იქნებ დახმარება მჭირდება რამე თქვენი.
ბატონო პოლიციელებო, უკარო ძალადობდა არასრულწლოვანზე, მაშინაც ასე ჩაკეტეთ ეს კარები, რომ მისი მშობლები არ შემოსულიყვნენ? რა უხერხულია პოლიციის განყოფილებას რო კეტავთ? დაკავებული პოლიციელი ახლა დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი, შესაბამისად ის ელოდება ახლა საგამოძიებო უწყების გამომძიებლებს, რომლებიც ბრალის ოფიციალურ დადგენილებას გააცნობენ და ამის შემდგომ უკვე მოსამართლე იმსჯელებს აღკვეთი ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით, როგორც გითხარით, გამოძიება ამ კონკრეტული პოლიციელის წინააღმდეგ დაწყებულია სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტით, იმ შემთხვევაში თუ ეს დაუდასტურდება პოლიციელს, მათ 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება, თუმცა დაზარალებული 16 წლის მოზარდის ოჯახის წევრები და მისი უფლებადამცველები ითხოვენ, რომ ის სხვა პოლიციელებიც, რომლებიც ამ დაკავების ოპერაციაში იღებდნენ მონაწილეობას, შესაბამის პასუხისგებაში მიეცენ.